ძალიან კაია ეხა საშუალება რო გვაქვს რა. მაქვს ხალხო რომ მე კონდეს ინტერვიუები მოსწავლეებთან. საშუალებაში რას გულისხმობ იმაში რომ იმ დონეზე ასულან ერთეულები ხო ჩვენთან. ვისანაც შემიძლია რომ უკვე მის გზაზე, მის შედეგებზე, მის სანამ აქ მოვიდო და იმაზე გამოვკითხო და ამ შემდეგ ამაზე ლაპარაკი რომ შემიძლია, ეს უკვე ძალიან კარგი და დიდი მიღწევაა ჩემთვის. ისიც მოსწავლეების მადლობელი ვარ. სალამი Gypsy King. სახელი გაეცანი ხალხს, შეგვიძლია რავი ორი სიტყვა თქვა. სახელი რა ქვია? ნიკა. 21 წლის. არის 31 წლის. როდის დაიწყე ტრეიდინგი? 2024 წელია რა 2024 წლის თებერვალი იყო წელიწად ნახევარი. 2024 წლის თებერვალი დაიწყე. 1 წელია. ისდეთ ჩემი კარგი. 1 წელია. კაი, აბა გვითხრი, აი, რატო დაიწყე ტრეიდინგის სწავლა? ეს რა არის ხა დიდი ხანი ინფორმაციული ტექნოლოგიის მიმართულებით მუშაობ, ხო და ყოველთვის მქონდა კაი სამსახური, მაგრამ რეალურად მაინც ასე თუ ისე საქართველოს მასშტაბით ვერ მაყოფილებოდი ესე რომ ვთქვა ხერხას. ხო და მაგასაც რო თავი დავანებო, ყოველთვის მაინტერესებდა, ეხლა უფრო კრიპტოს მიმართულებით ვიყავი თავიდან დაინტერესებული, იმიტომ რომ საერთოდ არც ვიცოდი NASDAQ-ით რო არსებობდა, ასე მაინტერესებდა. შესაბამისად დავიწყე კრიპტოზე ფიუჩერებზე ტრეიდინგი, რა. და ვყიდულობდი კურსებს ახლა იუთუბერების, ახალი იუთუბერების ბევრი მიყიდია. ხო და ნუ ვერ ვაღწევდი რა თქმა უნდა წარმატებას, ახლა დღევანდელი გამოსახედიდან ვუყურებ, საერთოდ ყველგან ვიყავი და საერთოდ კატასტროფულად ვაჭრობდი ესე რომ ვთქვა. ამას ვაჭრობა არ ვთქვიას. რა საკეთებ? შესაბამისად მე ხო ანუ ბოლინჯერ ბენდი და რაღაც მსგავს ინდიკატორებს ვიყენებ და სადაც ბაი დაეწერება იმას რომ ვიყულობ და ხო ხდები. კი. სისულელები. ნამდვილად სისულელები. შემდეგ ჯაბექსასთან ვიყავი. და ჯაბექსადან გამომდინარე მე უკვე შენთან მოვედი და მოვედი საიდან გამომდინარე ცოტა კურიოზული თემა იყო, იმიტომ რომ ჯაბექსასთან რო დავიწყე მენტორშიპი, რო ვიყიდე უბრალოდ მაგის კურსი, პირველ პეიაუთი გავაკეთე მან $800 ხა მოგონთ ტოპ სტეპსზე რა და ეგ იყო აი სრული გამართლება, იმიტომ რომ აი არ ვიცი რანაირად გამოვიტანე, როგორ უბრალოდ სწორ პოზიციებში ნახდა დავყოფილვარ. უბრალოდ გამიმართლა ეს. ხო და მაგან იმდენად დიდი მუხტი მომცა, რომ აი ხოხტებიდან პირველ თანხას რო გამოვიტან, მაინც მნიშვნელოვანია ყველაფერს ესე რომ ვთქვა და პირველ თანხას მე უკვე სიღრმისეულად დავიწყე სწავლა და ყოველთვის ვცვალდი რაღაც კითხვებს. ჩატში ხა ჯაბექსასთან და ვერ ვიღებდი რა პასუხებს ხშირად საერთოდ არ მეხმარებოდა ესე რომ ვთქვა რა და მე KNG მომწერა, მე მგონი შენი სტუდენტი იყო KNG თქვა, საერთოდ მსგავსი რომ კი ასწავლის ეს რაღაცას რომ თუ გინდა რომ კრიპტოში რა იყო და ტრეიდინგში რაღაცას მიაღწიო, აქ ვერაფერს ვერ მიაღწევო ამ კონკრეტულ სერვერზე სადაც ვიყავი. ხო და გაიარეო ის კურსიო და Inertial Traders YouTube ჩანელში ჩამიგდა ის ლინკი YouTube ჩანელის. მეკის ყურებას დავიწყე და მე აგრას შენს მოგწერე რა. უკლედ ესე რომ ვთქვა, მოკლედ და კონკრეტულად KNG-მ და ჩემი ცხოვრება გარკვეულწილად შეცვალე. იმიტომ რომ რასაც ვუყურებ ახლა თავის ქებაში ჩავმართვე, მაგრამ იმდენად აი თვე არ არის რომ პეიაუთი არ გავაკეთო რა. თითო აკაუნტი. სტაბილურობა ეგა მთავარი. სტაბილურობა კი, მაგას ვასწავლეთ აქ. ხო, რეალურად შენ კურსი რო გავიარე და ანუ გარკვეული პერიოდი რისკ მენეჯმენტი, მე საერთოდ არ მეგონა ჩემი თავი ეს გაზარტული თუ ვიყავი და რაღაცა, აი გარკვეულწილად რისკ მენეჯმენტი ძალიან მიჭირდა რა. ხო და მაგაზე მე ნათქვამი მაქვს შენთვის, მე მგონი, ხო? კი, მაგაზე ვისაუბრია ჩვენ, მე სანჯისთანაც ვისაუბრია მაგაზე და შენთანაც, რომ აი გადალახვა მინდოდა რაც შეიძლება სწრაფად. აი ხო ხდები, აი ხან და შემთხვევა რომ 3 მინუტი გამიხსნია კონტრაქტი და აი ხო ხდები, აი რეალურად სწრაფად გინდა და გამოგდის დროს კარგა უამრავ. ხო, ზუსტად. ის კარგვა აი სრული სისულელია რა, იმიტომ რომ მის მერე ერთი აკაუნტი, აი როგორც წესი და რიგი იყო, აი რისკავდი 0.5%, მართლა ვაჭრობდი 3 მიკროთი, 2-ით, გააჩნია ის სტოპ-ლოსის ადგილი წევდა.
და აი ეგ აკაუნტი რომ მე დავპასე აი ესეთი რისკ მენეჯმენტით აი მაგან იმხელა მოკლეს ისა რომ აი ზუსტად. და მოხდეს მე რომ დღეში ერთ ტრეიდზე მეტი გავხსნა აი რა უნდა მოხდეს არ ვიცი აი даже break even-ზეც რომ გამომართებს იმ დღეს მე აღარ ვხსნი რა ტრეიდს რა ხო და აი მაგან მოუცა ძალიან დიდი მუხტი რა როგორი გავსიმენა აი არ ვიცი რა და იმდენად აი სასახურს ისეთი მაქვს რომ აი კონკრეტული დრო არ მაქვს მე ამორჩეული რომ აი მაგალითად ლონდონზე არ ვივაჭრებ და ნიუ-იორკზე მივაჭრებ შეიძლება ცუდია და არასწორია მაგრამ აი სადაც რაღაც ჩემი სტრატეგია მაქვს აი მე მარკეტ მეიკერით ვაჭრობ რა ხო და აი სადაც დავინახავ რომ მე ვფიქრობ რომ სწორი პოზიცია ის ლონდონია ნიუ-იორკი AM-ია თუ PM-ია თუ ვერ დავინახავ იმ დროს ვაფშე არ ვაჭრებ აი ესე რომ ვთქვა მაგრამ ისე რომ კონკრეტული time მქონდეს არჩეული რომ ამ დროს ვაჭრობ ეგრე არა ვარ და რეალურად ამ ეტაპამდე მომიყვანა იმად რომ აი მივიჩვიე ის რომ ერთ ტრეიდზე მეტი არ უნდა გავხსნა და 250 $-ზე მაქსიმუმ მეტი არ წავაგო იმ აკაუნტზე რა გააჩნია ხა აკაუნტის ბანკს ამდენად თუ დააკვირდებით აი რამდენი ინტერვიუ ჩავატარეთ ხო 4 ეს მე-4 ინტერვიუ არის ხო თუ დააკვირდებით რაღაც პონჩი ყველა ერთმანეთს გავს და რითი გავს ეხა რა ამ ადამიანმა გემო გაუგო იმას რომ სტაბილურობით და აი ნელა გავლით და ნელა მიყოლით ყველაფრის ხო მაგას გემო გაუგო რომ აი შედეგი გამოაქვს მაგას ხო აი მაგის მერე დაიწყო მოტანა სტაბილური შედეგის ეხა Gypsy Kings რა შედეგიც აქვს დადებული აი არ ვიცი ერთ წელიწადში ამ დონეზე ახვიდე არის აი ჩემი აზრით, ეს წუთში არ მინახავს რა. ერთ წელიწადში, ერთ წელი ტრეიდობს ადამიანი და ესე მალე განვითარდეს და ესე მალე შედეგი დადოს, არის ძალიან იშვიათი, პირდაპირ გეუბნებით. და ეს იმის გამოა, რომ ну, არასწორი ინფორმაციაც იცოდა რა იყო, სწორი ინფორმაციის მიღება რომ დაიწყო და მე რომ დააფასა და მიხვდა უკვე გაანალიზა ყველაფერი რომ აი ეს ასე არ უნდა იყოს, ეს ასე არის, დროს კარგავ, აი, მალე გავლო რომ უნდა რა, მაგ ყველაფერს მალე მიხედა. კი ეხლა ლაპარაკობს, რომ ასე ვიყავიო, ესე ვქენიო, ესე ცუდი ვქენიო, მაგრამ მაგ ყველაფერს მალე მიხედა რა. და ჩამოიყალიბა სწორი მაინდსეტი. ეხლა მე შე რო კითხო, ისა რა ქვია, აუდესმე, აი ხა შენ ხო გემო გაგებული აქვს, რომ აი წესების დაცვით ესე შედეგი იდება, ხო? აი გაქვს ხოლმე ფიქრი იმის, რომ აი ხა ვიგემბლერებ, ამის დედას მოდყან, აი ეგეთი ფიქრი გაქვს? არა აქვს, არავის არ გაი, ყველას ეგ უკვირს ხოლმე რა. ჩემზეც მოსწავლეებთან ლაპარაკი რომ აქვს ხოლმე რა, უკვირთ ხოლმე რომ აი ეგრე მაგრა იცი მარკეტი, ეგრე მაგრა უყურებ მარკეტს, ეგრე მაგრა იგებს ტრეიდებს და რატო არ რისკავ ბევრს, რატო არ შვები იმდენს ბევრს და ბევრ ყოველ თელი დღე ტრეიდს რატო არ ხსნი? არა, როცა თქვენ გემოს გაუგებთ იმას, რომ წესების დაცვით რა შედეგის დადება შეიძლება, ხო, ამ საქმეში. მე ეგ მაგაზე ფიქრი არ გექნებათ. კაი. და ეგ გამოცხადდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესე რომ ვთქვათ აი პროცესში ყველა ტრეიდერმა ფიქრობ აი ხა არის გარკვეული წილად გამონაკლისები ვის თავიდანვე არ აქვს ის მენეჯმენტს და კარგია მისასალმებელია მაგრამ რეალურად არის ადამიანთა კატეგორია რომელიც ეს უნდა გაიაროს რასაც ჩვენ გავდივართ აი ხა მე იბოდა ინაზე ვიციყო და თითქმის ყველა ერთნაირად საუბრობ და კი ყველას თავისი დრო აქვს რა ეხა ერთი მოსწავლეა მაგის გამოკითხვაც მინდა არ ვიცი თუ იქნება 50 წლამდე არის მოკლედ და მაგასაც მაგარი შედეგი აქვს დადებული და ანუ არ აქვს მნიშვნელობა დროს აი დროს მართლა არ აქვს მნიშვნელობა აი ანუ ვის რამდენი ხანი მოგიწევთ ცხოვრებაში ყველას თავისი დრო აქვს ყველას თავისი გზა აქვს აი დროზე არ ჩაციკლდეთ რომ აი დავაგვიანიან რამე ან ძალიან პირიქით სწორ დროს რო ელოდები და მსგავსი რა კაი, Gypsy King, მე შენ ეგ მითხარი, კვირაში რამდენ ტრეიდს ხსნი ხოლმე? რეალურად მარკეტში საშუალოდ ალბათ 3 ეხლა 4-ის, მაგრამ აი 3-2-ის გამიხსნია, მეტი არა. მაგან გამომდინარე 3-4 რა, ესე რომ თქვა. 3-4. კაი. რამ შეიტანა შენს ტექნიკურ მხარეში, ტექნიკურ ზიმაქს საუბარი, აი რომ განვითარდა და მარკეტის ხედვა ჩამოგიყალიბა, რამ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი? აი რაზე მუშაობდი ყველაზე მეტად?
რეალურად ის რა არის? აი ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე იქიდან გამოდიარე, რომ თითქმის მთელი დღის განმავლობაში ვუყურებ ხოლმე მარკეტს, ბექტესტინგს ვაკეთებდი ძალიან ხშირად. paper trading-ით ვაჭრობდი, მაგრამ რეალურად აი ის რა არის? აი ბექტესტინგი ყველა დღეს აბსოლუტურად ვიწერ რა. ბლოკნოტშიც ვიწერ და Notion-შიც ვიწერ. ეგ მინდა დაგეთქვი. ტექნიკურ ფარს ხო, ანუ Notion-ში აი ყველა დღეს აბსოლუტურად რასაც გავხდი წავაგებ, მოვიგებ. აი მე შეიძლება მაგალითად სასახურში რაღაცა უცებ ტრენდში ვარ, მოვიგე, უცებ რო არ მაქვს, მაგრამ აქ მურიცხული. დავკარგო რომ არ შევიტანო Notion-ში რა. ყველა აი მე აი რეალურად თუ წავა ისე აი პირობითად 2-3 დღე, ხო შეიძლება ადამიანს ააგო, ხო? არა ვარ თან მაგალითად. ეგეთი რაღაც სიმართლე გითხრა უკვე ძალიან დიდი ხანია შემცხოვრებაში არ მოხდა, მაგრამ ის არის რომ აი ჩავხედავ ხოლმე Notion-ს, აი რა დროს ვარ ყველაზე პროფიტული ბულდონზე პირობითად ან VOKN-ზე, აი რა დროს შევედი რა იყო, აი როცა წავაგე კიდე, აი თითქმის 2-3 ფურცელს ვავსებ ხოლმე იმის ახსნით ბლოკნოტში, რომ აი რატო წავაგე, აი რა გავაკეთე არასწორად. და რამე ვფიქრობ მაგაზე, აი იმდენად ვარ ტრეიდინგზე შეყვარებული, რომ ობსესია ჭირს. აი სუჩი, იმიტომ რომ რა ვიცი შვილი მყავს და იმდენ ყურადღებას ვერ ვაქცევ, რასაც ტრეიდინგს ვთქვი და ამისაც ზოლე გამშორდეს ამაგას. კაი. კაი, მე მაინტერესებს, მაშინ ახლა შენი პირველი payout-ი ვიცით, მაგრამ აი ცოდნის დაგროვების მერე პირველი ფანდის მერე პირველი payout-ი რამდენი იყო? $1200 My Fund Futures-ზე, ხო? $1200 გამომაქვს ხოლმე ყოველთვის, როცა გამომაქვს რა, თითო აკაუნტიდან სამის უფლება მაქვს მან და ერთი მაქვს 150,000-იანი ეგ ტოპ-სტეპზე. მაგრამ რეალურად ეგ ახალდაწყებულია რა, გადალახული მაქვს. ეხა უკვე ვაჭრობ წარმატებით. ლივშიც ვარ, მაგრამ რეალურად My Fund Futures-ზე ვაჭრობ სტაბილურად რა, ესე რომ. ჯამში რამდენი payout-ია გაკეთებული? ჯამში მაქვს გეტყვი ეხავე ზუსტად ნუ ჯაბექსას თუ ჩავთვლით ჯაბექსას იქ ტოპ-სტეპიდან რაც გამოვიტანე $800 სულ მაქვს 16 payout გაკეთებული რა 16 payout-ი კი 16 payout მაქვს გაკეთებული მაგრამ სულ $1200 არ გამომქონდა იმიტომ რომ ხანდახან 800-ზე გამომიტანია მაიფანდა ეგრე მეც შევიგაც მე რა კაი რეალურად 1200 როდესაც არ ველოდი რა ხო კარგი მაგრამ თუ არა ვარ ასე დიდი პრობლემა. კაი სატრეიდო კაპიტალი? რამდენი გაქვს და რამდენი ხანში ახვედი მაგაზე? იცი რა არის? ანუ გეტყვი ხა ჯერ ერთი აკაუნტიდან რომ ყოველთვის გამომაქვს ფული, ვიტყოდ მეორე აკაუნტს ეგრე რომ 4 და 5 პირობითად ავყიდო რა. პედაგოგიურად ერთიდან რომ გამოვიტანე ორი ვიყიდე, ორი კარგი ხალი მქონდა რა, ორი მქონდა. ორი აკაუნტი შემდეგ მესამეზე გადავედი და უკვე ცოტა გავხლავდი და ტოპ-სტეპზეც იყიდე 150,000-იანი და რეალურად 300,000 მაქვს სულ სატრეიდო კაპიტალი რა. ხო, აკაუნტების შენარჩუნებაზე მინდა ბარემ ისა ვილაპარაკო. აი ფანდed აკაუნტების შენარჩუნებას რა. აი შენი აზრით. აი აუცილებელია რომ ფანდed აკაუნტი შეინარჩუნო? სულ? იცი რა არის? მე არ მაქვს აგრესიული მიდგომა მარკეტის მიმართ და ყოველთვის ვინარჩუნებ რა რეალურად აკაუნტებს. ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გადალახვაზე დროც მეკარგება რეალურად და ისე უაზროდ არ ვაჭრობ რა და ყოველთვის ვინარჩუნებ და 2000 პლუს ყოველთვის ვიტოვებ ხოლმე რა. იმიტომ რომ ხან $100 ვისკავ, $150 ვისკავ ხოლმე და 2000 პლუს ხოლმე. ისე რეალურად ვინარჩუნებ ხოლმე, მაგრამ ვიღაცას აი მე ესეთი მიდგომა მაქვს ყოველ შემთხვევაში, რაღაცა აგრესიულად უდგება და შეიძლება 1200-ზე ავიდეს და ეგრევე გამოიტანოს ფოხტები და მე თავიდან გადალახოს, მაგრამ რა ვიცი, მე ესე მაქვს ყოველ შემთხვევაში. შენიერი. კაი. მეც ეგრე ვარ, მეც მაგაზე გეთახმები. 300 კაპიტალი და თქვენ თუ $300,000 აქვს ბალანსი კი. კაპიტალი. ოღონდ $300,000 აქვს პროფიტების ბალანსი. მუშაობს 50,000 და 150,000 ტოპსებს. 300,000 სულ რეალურად. მუშაობ კი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობ უკვე წლებია. ბი ბაფერ რამდენი რომ შეინარჩუნო.
თქვი. ანუ არ მიშლის რეალურად სამსახური ხელს არაფერში არის ჩემს საქმეში და მუშაობ თამაშთან გამომდინარე. აი როცა დასტაბილურდები და ცოტა უკვე მაქვს რაღაცა გეგმა ჩამოყალიბებული, ალბათ მაგ კაპიტალზე რო ავალ, შეიძლება დამოვიდეს სამსახურიდან. ჯერ უფრო მაინც კი ვარ ჩემ თავში დარწმუნებული, მაგრამ ჯერ უფრო მეტი სტაბილურობა. არა, მე სანამ იმენა კარგად არ დარწმუნდები, მანამდე სამსახურს თავი არ დაანებო, მეც ეგრე ვიყავ. ტრეიდობდი და ეს სერვერიც მქონდა. ვასწავლდი და თან მუშაობდი კიდევაც. არ დამინებებია თავი. თავი ეს ეგრევე. რას ფიქრობ ტრეიდინგი გემბლინგი ამდენი ხანია ვლაპარაკობ და რა. აბა უთხარი, შენ უთხარი ჯებსი. ტრეიდინგი უფრო გემბლინგია თუ დისციპლინა? რა უნდა დისციპლინა ხა? ვიღაცა ეხა მე ყავს მეგობრები ვის პოკერს თამაშობს. ვიღაცა ეს პოკერი გემბლინგია, მაგრამ ეხა მე ტრეიდინგს არ ვადარებ პოკერს, მაგრამ ვიღაცა სპორტია და იმასაც დისციპლინა ჭირდება. რეალურად დისციპლინით რასაც მიუგები ნებისმიერ საქმეს. მე არ ვიზახი ხა იმას, რომ ტოტალიზატორი ითამაშო და დისციპლინირებულად მივიდგე. შეიძლება მანდაც რაღაცა გააკეთო, დისციპლინა გექნება, მაგრამ არაფერს შუაში არ არის ტრეიდინგი, ჩემი აზრით პროფესია და ჩემი მეორე პროფესია რა, ესე ვთქვა. რომ მე ამას გემბლინგთან ნამდვილად არ ვასაცილებ, რომ არ შეიძლება აი თუ ჩამოდის პირობითად აი მაგალითს გეტყვიო, ინვერჟენი გახდება რაღაცა, ან ფერვალებებში ჩამოდა, მარკეტის ზემოთ მიდის და ემორჩილება რაღაც ალგორითმს და ამას ცოდნა ჭირდება და ამას შემიჭერე, ეს გემბლინგი არ არის რა. როცა მარკეტზე ხედავ რაღაცა სისტემას და ეგ სისტემა მეორდება, მე როგორ გემბლინგი აღარ არის, როცა მაგ სისტემას დავუმღამ. ხო? აი ზუსტად მაგით მივიდოდა რა. აი შენ ტრეიდინგი აი სისტემაზე ვახსენე და აი შენი ტრეიდინგი მიდგომა ტექნიკურ მხრივ რა. აი რამდენად სისტემატიური, რამდენად შეგიძლია გაიმეორო ეგ თვეების და წლების განმავლობაში. მე ხა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მოხდეს სხვა გამოცდილება, მათგან გამომდინარე მე სულ ერთ იგივეს ვიმეორებ, მაგრამ ჩემი კონკრეტული ხედვა მაქვს მარკეტის მიმართ იკითხავით წერა, რომ მარკეტ მეიკერ მოდელს ტრეიდობ მეთქი და მათგან გამომდინარე სულ ტრეიდობ ერთ იგივეს და ამათ რასაც აკეთებ, ყოველ დღე შეიძლება შენი ტრეიდები ერთ-იგივე მიზეზით არ იყოს სულ გახსნილი, მაგრამ ის ეხსნი, რომ აი აქვს სისტემატიური სახე, ხო? მაგას ამბობ. ბატონო, შეიძლება ილუზიაზე გავხსნა, შეიძლება ბრეიქერზე, მაგრამ მაგას არის ახლა ძალიან შესაძლებელი, ანუ რეალურად ერთ იგივე მიდგომა მაქვს. სადგავსი რეალურად და კონფიგურაცია მექნება ეს სხვა. win rate და რამდენი გაქვს? 70%. 70%. ძალიან კაი. აი, საშუალოდ რა რისკი ვარ შემიზნებ ხოლმე? ერთი ორთან მაქვს ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ ერთი სამთანაც, უფრო ხშირად ერთი სამთან, იმიტომ რომ გააჩნია რამდენს ვისკავ ხოლმე და სტოპ-ლოსი სად უდგება რა და ის მიხედვით და თან აი რეალურად ხო ხედავ ლიკვიდაციას სადაც არის. რეალურად ერთი ორთან ერთი სამთან. ესეთი ერთი სამთან. ფარშალებს არიღებ? კი, ოღონდ თუ ორი თუ არ ხოლმე ორი კონტრაქტით მიკროზე მაქვს საუბარი, არ ვიღებ ხოლმე, მაგრამ 20-20 გაჩნდეს სტოპ-ლოსი სადაც შეიძლება 5-ით გავხსნა ხოლმე მაგ დროს ვიღებ. ხო. risk to rewards, ანუ შეხედე stop-loss ძალიან არ უყურებ, აი მაინც რომ პატარა stop-loss უნდა დააყენო, ხო? სადაც საჭიროა იქ აყენე. და საჭიროა იქ აყენე და ის მიხედვით თვლი მე რამდენი კონტრაქტით გავხსნა ტრეიდი რა. ხო, ეგრე თქო უნდა. ანუ 0.5% რო გავრისკო, ეგრე არ ვარ ხოლმე, ხანდახან ისკავ $100. მეც. კი. აკაუნტი თუ დაუკარგავსო და როგორ? აკაუნტი მე რაც აკაუნტები მაქვს დაკარგული, რა ვიცი. ძალიან ბევრი მაქვს დაკარგული, იმიტომ რომ ერთ დღეში აი როცა დავიწყეთ საუბარი, მაშინ თქვი რომ ერთ დღეში მინდოდა გადალახვები მეთქი, როცა ეს სრული გემბლინგი რაც არის, მართლა სრული გემბლინგი რაც არის, დამიკარგავს ძალიან ბევრი აკაუნტი. 1500 ლარის აკაუნტის მიყიდია ორ დღეში და დამიკარგავს სანამ ამ კურსს გავივიდი ხო ხდება, აი კატასტროფული შედეგები მქონდა თავიდან და მეც წყალობით იმდენად კარგად ვარ ეხლა და იმდენად კმაყოფილი ვარ ჩემი შედეგების, რომ აი კმაყოფილი ჩემი თავით შეიძლება აი არასდროს არ იყო პროექტები, მაგრამ ნუ წარმატებული ეს თქვათ ჩემი გადმოსახედიდან რა. მაგრამ დამიკარგავს კი ძალიან ბევრი აკაუნტი, უაზრო ტრეიდები და არასწორი რისკ მენეჯმენტი. ის მაინტერესებს, აი მენტორშიპის გავლის დროს მაგ პერიოდში აი როგორ სწავლობდი, როგორ უდგებოდი, რომ შენ ოპტიმალურად და კარგად გესწავლა და ის ცოდნა კარგად აკეთვისებინა,
რასაც ჩვენ გაძლევდით. რეალურად ეხლა ჩვენ ვიდეოებს ეხლა მეტოშიპის დროს რაც გავიარეთ, ხო? მაგ ვიდეოებს მე მინიმუმ 5 ჯერ მაინც მაქვს ნაყურები და აი ყველა დეტალი ჩაწერილი მაქვს და ყველა აი როცა პირობითად აი მაგალითად ბრეიქერი გავიარეთ, ხო? ან გავიარეთ ფერვალი უგეპიანი ნიბიტრი ბალანსი რაც იყო აბსოლუტურად ყველაფერს მეორე დღეს დავჭდებოდი მარკეტზე ვეძებდი, ხაზავდი, სად რეაქცია მისცა, რატომ მისცა და გავს რაღაცებს ვაკეთებდი, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ისწავლია მარტო ყურება, არ არის, ან ბევრი რაღაცას ვინიშნავდი რა. აი, ჩემ ბლოკნოტები რო გაჩვენა, აი, ფოტოების სიცილით, იმენა იმდენი მაქვს უკვე რო რა. აუ, ეგ ძალიან კაია. მე რამოდენიმე დამეკარგა. ერთი ღა დამჩა და მაგაში ცოტა რაღაც წერი. აი, მე ყველა payout-ის სერტიფიკატი გამომაქვს, ვეჭდავ და აი, კედელს რო გავავსებ, მე ჩავაგდებ აუ, ეგ კაიაზე, კედლის გავსება მარტო სერტიფიკატებით. აი, მარტო სერტიფიკატებით უნდა payout სერტიფიკატები ძალიან. გადალახული ბევრი მქონდა რა. გამოვიტანე თავიდან, მაგრამ ისე ტოპ-სტეპის სერტიფიკატებს არ იძლევა payout-ის ეგ იცოდი. ხო, ეგ, ხო, არა. მაგას იმართლი გითხრა ერთხელ მოგამონატანი არც მახსოვს. ხო, არის. მაინც ფიჩერს იქნება. ცოტა დაგვიანდება, მაგრამ იქნება. ყველაფერი მინუსები რამდენად ხშირად ჰქონდა დასაწყისში და როგორ მიიყვანა მინიმუმ წაგებამდე საქმეო. ყოველ დღეს როცა ვაგებდი, აი რაც წერა თქვი, ყოველთვის ვაკეთებ იმის ანალიზს, თუ რატო წავაგე. შეიძლება ხა მაგალითად მე სწორი პოზიციაც გამიხსნია, აი და შენთვისაც მეკითხიავი და სანჯისთვისაც რომ სწორი პოზიცია იყო, მაგრამ სულ სწორ პოზიციაში შეიძლება ვერ მოიგო რა. ანუ შეიძლება ეს ცოტა გადამეტებული ნათქვამია, მაგრამ აი ხანდახან ისე შეიძლება მოიცეს მარკეტი, როგორც არ უნდა მოქცეულიყო რეალურად, მაგრამ ხანდახან არასწორი ტრეიდი გამიხსნია და იმ ტრეიდებს როცა ვაანალიზებ, უკვე მეორე დღეს მე შეცდომას აღარ უშვებ. რაც შეცდომებზე სწავლობ, რაც ყველაზე კარგი მიდგომაა, მე მგონი ჩვენთვის და ყველაზე მეტად გამოგვადგება. რაც ააგებ ის უნდა განიხილო, რატო წააგე და ასე შემდეგ კითხო. შენ თავს კიდე შეცდომის დაშვების უფლებას უნდა მისცე თავიდან. რა თქმა უნდა, შეცდომა არავინ არ არის. ხო. ყველა უგებს ის არ სულ ვერ მოიგებს, რა თქმა უნდა. კიდე ერთი კაი რაღაცა თქვა, ეხა შეხედეთ, ბევრი არის ხოლმე არასერიოზული მიდგომის გამო, აი როგორ უდგებით ხო? იცით რა არის საჭირო, რომ ოფიციალები იყოთ, იცით რა არის საჭირო, რომ წარმატებას მიაღწიოთ, ისიც იცით რა არის საჭირო, რომ თქვენ მარკეტზე იყოთ სისტემატიურები, მაგრამ არ აკეთებთ, იმიტომ რომ ხართ აი ინგლისურად თქვენ მაგას ignorant ქვია რა. აი ეგეთი მიდგომა გაქვთ მარკეტზე. რომ ანუ აიგნორებთ იმ რეალურ ფაქტებს, რაც რეალურად საჭიროა რომ თქვენ მარკეტზე წარმატებას მიაღწიოთ. მაგრამ მაგალითად აიგნორებთ, იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში ჩემი აზრით გემო არ გაქვთ გაგებული იმის, რომ წესების დაცვით რა შედეგი ზრდება შეიძლება, მაგრამ მაგამდე უბრალოდ უნდა მიხვიდეთ იმ დასკვნამდე, რომ აი ეს საჭიროა გავაკეთო, ცოტა ხან ჩემ თავს ცოტა რაღაცა დრო მივცე და მაგ დროის განმავლობაში შედეგს რომ გამოიღებს, მე როგორ თქვენ თუნდაც დარწმუნდებით რა. სკარფსიც ყოფილა ეგეთი სიტუაცია, სკარფის იყო ისეთი პერიოდი, როცა აი მართლა აპირებდა ტრეიდინგის თავის დანებებას რა. იმენა სერიოზულად ქონდა ჩემთან ლაპარაკები, ანუ მაგრა გამიკვირდა თან, რომ აი ტრეიდინგს აი ეხა ვაძლევთ ჩემ თავს აი ამადამ ვადას, ამ ვადაში ამას ვერ ვიზავ, იმიტომ რომ ვიცი რომ მარკეტზე ტექნიკურად მაგარი ვარ. ვიცი რომ მარკეტზე კარგი მიდგომა მაქვს და ვიცი რომ მარკეტზე რა მჭირდება რომ მე ამ ეს მარკეტი ეს ხო წყალებში დავამარცხო, ხო? ეგ ყველაფერი იცოდა, მაგრამ არ აკეთებდა. თავის თავს ვადა დაუწესა, მაგ ვადის დროს აი წესებს პირნათლად ასრულებდა და ტრეიდინგი რა ვიცი, ღემე და ტრეიდობს არ დაუნებებია თქვენს ხედავთ. კიდე ერთ რაღაცას დავამატებ, იცი არის აი ვერ წარმომიდგენია ის რომ თუ აი პირობითად აი შენ კურსი რა მეტოშიც კურსი არ გიყავს. არ მიყვარს. მეზიზდება. ხო, ანუ ვიღაცა გაივის და თუ risk management-ს დაიცავს, აი ვის წარმომიდგენია თუ როგორ ვერ უნდა იყოს. ეგ არის თქვამი და თუ ვიღაცა ისწავლის ამ რაცა აიმენა კონცეპტებს ამოწმებლის ხო ამორიცხულია რომ payout-ი ვერ გააკეთოს და არ იყოს წარმატებული რა. რა ვიცი. შენი აზრით რატო ნებდებიან? იცი რა არის, აი არ ვიცი რატო, მაგრამ ძალიან ბევრი წარმატებული დღე მქონდა, წარუმატებელი დღე მქონდა, მაგრამ
არასოდეს არ გამივიდა თავში რომ შევეშვა. ყოველთვის ვფიქრობ რომ ყველაფერი შემიძლია რა, ყველაფერს გაკეთება რაც მაინტერესებს. შესაბამისად ალბათ არ აინტერესებს. იმდენად არ უყვართ იმდენად რამდენადაც საჭიროა რომ ტრეიდინგი უნდა გიყვარდეს და გილდოდეს რომ იყო ხო, ტრეიდერი. აი სიყვარული რამდენად მნიშვნელოვანია საქმეში, რომ საქმე გიყვარდეს. ეგ არის რა, აუცილებელია რა. მე მუშავია ისეთ სამსახურში, რომელიც არ მიყვარდა. ხები და აი ყოველი დღე რო გეზიზრება, ან ვერ იქნები რა წარმატებული. მაქთიკომის ტექნიკურ კოლ-ცენტრში ვიყავი 4 წელი ვიმუშავე, ეგ იყო კატასტროფა. ხო ხდები რა და რეალურად ეგ არ იყო ჩემი საქმე და მან წარმატებული ვერ ვიქნებოდი ვერანაირად. ხო და უბრალოდ მაქედან გამომდინარე ყველა საქმეს უნდა მონდომება, სიყვარული და დისციპლინა და ის საქმე უნდა აკეთოთ რაც გიყვართ. ეხლა ტრეიდინგი შეიძლება ყველას არ არის, შეიძლება ყველას არ გიყვარდეთ, მაგრამ ზოგადად თუ ვისაუბრებთ, თუ არ გიყვართ საქმე, იმას გრძელვადიან პერსპექტივაში იქიდან შედეგს ვერ მიიღებთ. ვერ განვითარდებით. რა შეიძლება ეხლა ვიღაცამ ერთი payout გამოიტანოს, მართლა უეჭველი აი გამოიტანოს ერთი payout, გაუხარდეს რა, მაგრამ საქმე აი რასაც აკეთებს იმის კეთება რო არ მოსწონს, ხო? შედეგს ვერ დადებს. ამიტომაც ტრეიდინგში სიყვარული ძალიან ტრეიდინგის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია რა, თავიდანვე ობსესიური მეც მაგიტო ვიყავი, რომ აი რასაც ვაკეთებდი და რომ გამოდიოდა, ხო? აი მაგაზე кай გზნობა არ მქონია. შეყრობილი ხარ, ძალიან кай. ძალიან кай. ჯიპსიკინგ ერთი რაღაცას მინდა რომ თქვა. რამდენად მნიშვნელოვანია ტრეიდერისთვის სიმარტივე მარკეტზე, მარკეტის მარტივად ყურება. იმიტომ რომ გექნებოდა შენ ახლა პერიოდი, როცა მარკეტს აი ყველაფერს უყურებდი, გართულებული გექნებოდა ხედვა, იქ იმას ხედავდი, იქვე იმას ხედავდი, ზემოთ იმას ხედავდი და შეიძლება გიჭირდა რა. აი რა გააკეთე? ეგ რო დაგეცლია. აი ზუსტად მინდოდა რომ ეგეც მეთქვა და კაკრას კითხვაც დამისვი რომ აი ხანდახან ეტაპები რომ აი თუ ზემოთ დისპლეისმენტი, აი პირობითად მაგალითად ბულიში ვარ, ხო და აქ არის დისპლეისმენტი, ხო? აი გამორიცხული იყო რომ ტრეიდი გამიხსნა რაღაცაზე, ხო ვიცი რომ შეიძლება ავიდოდა, მაგრამ აი სულ რაღაცას, სულ სადღაც რაღაცა წინააღმდეგობას ვხედავდი რა. ხანდახან კი არა, ძალიან ხშირად რომ შევდივი ტრეიდში, ოთახიდან გავურბუდი ხოლმე რა. რეალურად მოთავდი და ნერვიული. ოთახიდან გავიდოდი, აი სიგანის მომწევდი, შემოვიდოდი, დავხედავდი თუ იგებდი ხო, კაი და რაღაცა თუ არა და აი რა. იგებდი? აუცილებლად იგებდი ტრეიდერს? რეალურად ეგეთ ტრეიდერს რა ვიცი, უნდა ვუყურო ტრეიდს ახლა. მე ეგეთი რაღაცა რომ ძალიან ადრე რომ კეცავდი რა და რომ არ ვუყურე, მე კი სულ ვაგებდი. აი სულ არ მახსოვს მომეგოს. ხო და ანუ აი სულ დავრბოდი ან მეკითხებოდი რატო დარბიხარ რა ის გავიდოდი შემოვიდოდი ანუ ეგ არის ფოთვა რეალურად რომელიც ეტაპობრივად დამარცხებადია რა თქმა უნდა თავიდან როცა პირველი აკაუნთი რომ მქონდა რომ გადავლახე ხა იმას არ გულისხმობ ტოპ-სტეპი რო იყო პირველი აი რასაც ქვია რომ ჩავიჭრეთ უკვე რა ჩავიჭრეთ აი ჩემით რო გადავლახე რაღაცა მაინც შფოთავდი მაინც მაგრამ აი ხა იმდენად აი არის ჩემი დღე თუ არის მოვიგებ და რეალურად არასდროს დღეს ვფიქრობ რომ არ გავხსნი თუ გავხსნი კიდე რეალურად არც ეგ არის დიდი პრობლემა რა მეორე დღეს მოვიგებ თუ არა და მესამე დღეს მოვიგებ თუ არა და ერთს ვერ მოვიგებ ანუ ყოველ შემთხვევაში ეგრე ვუყურებ და იმდენად აღარ ვშფოთავ ნამდვილად რაც იყო მაგრამ ნერვიულობ ეხაც რო გითხრა რომ აი ძალიან მაგარი ვარ და ეგრე არ არის რა ფოთო მაგრამ ისე არა კი არა ბევრად ნაკლებად ვიდრე ადრე ვიყავი რა ყველაფერი ვფიქრობ გამოცდებით მოვა ერთ წელში უფრო წინ წავალ იმის მერე უფრო წარმოვიდგინე ეს მე სად იქნები ხო და თუნდაც 5 წლის მერე მაგაზე რომ ვფიქრობ ხოლმე რომ არის რა ძალიან კაი მაინდსეტი აქვს საჩი ძალიან კაი მაინდსეტი აქვს დამწყებებს აი რა რჩევას მისცემთ შენი გამოცდილებით დამწყებებს რჩევას მისცემდი რომ აბსოლუტურად ყველა ტრეიდი აიწერონ დაანალიზონ risk management-ს ყველაზე დიდი ყურადღება მიაქციონ, რაც კი აი, სადაც რამის ყურადღება უნდა მიაქციო არის risk management-ი პირველ რიგში და გამორიცხულია ერთი და იგივე შეცდომა ადამიანმა აბჯერ დაუხსას, ხო, თუ ფიქრობს და თუ სერიოზულად უნდა ამას ახლა თუ არა იგნორებს, ეცე ვთქვი. თუ არა იგნორებს, რეალურად გავხსენი ერთი არასწორი ტრეიდი, ბაზარი არ არის. ჩავიწერე, გავაანალიზე
მეორე დღეს იგივე შეცდომა აღარ უნდა დავუშვა რა და Mhm. აქედან გამომდინარე შეცდომებზე სწავლით მივლენ წარმატებამდე რა ეხლა ვისაც ეს კურსი გავლილი აქვს და ვის სწავლობს გამორიცხულია რომ 6 და 7 კრედიტი ზედიზედ ვიღեմ წააგოს რა Mhm. რა ვიცი თუ ხოც ეს ანუ წარმოუდგენელია აი სერიოზულად რომ იჯდე და 6-7 რeit წააგო თუ მარგე რაღაცა გესმის მაგთან გამომდინარე ვთქვი წეგან რომ გამორიცხულია რომ პეიაუთი არ გაკეთდეს და ფული პერის შოუ აქვს ფულის შოუნაც ანუ რეალურად აქ ყველა ფულის შოუნებად მოხ ხო ეგრე კი. მიყვარს და ფულის შოუნად გვინდა ეხლა მიყვარდეს და არაფერი ვაკეთო შედეგს არიღებ და სისულელი ხო რა თქმა უნდა თან მიყვარს და თან ფულსაც შოულობ და მაყოფილი ვარ რა და რეალურად ხო ანუ მაგას მიცემდი დაწყებ ტრეიდერებს რომ ყურადღება მიაქციონ შეცდომებს გაანალიზონ და ასევე რისკ მენეჯმენტს მიაქციონ დიდი ყურადღება მეტი არ აჰა რავი მე მგონი მეტი კითხვა აღარ მაქვს თუ რამე კითხვა აქვს ბიჭებო თქვენ დაუსვით იღაც შეიძლება რაღაცა თქვენი გამოსილებიდან კითხვა გქონდეთ day trading-ზე ხარ თუ long day trade scalper-ია ხო scalper-ი ხარ chipsing ხო ერთ წუთიანზე ხსნით ტრეიდებს რა თქმა უნდა აჰა scalper-ია მაგრამ დარწმუნებული ვარ პრობლემა იმას არ იქნება რომ day trader-ი იყოს შეიძლება სიმართლე გითხრა ამით მაყოფილი ვარ და ნახოთ რა იქნება მარტო ნიუ-იორკი არა თქვა რომ ყველა სესიას უყურებო სადაც ჩემს ეტავს და იმ დროს შევდივარ და რო ხშირად ნიუ-იორკი მაგრამ რეალურად ლონდონზეც ამიხსნი არ დავხსნი და პიენზეც აჰა mentorship-ი რა ღირს გეკითხებიან არა სიმართლე გითხრა რა გადავიშიფე და mentorship-ი ასე 150 შენ 150 იყო ხო შენ დროს კი მე მგონი 150 ეხა 230-ია ამიტომ ასე ფული არ მქონდა და ხო გამახსენდა ხო ორი და საბერძნება ხელფასი და გადაგიხდი მეთქი და ბაზარი არაო და ორი კვირის მერე მოგადაგიხა გამახსენდა mentorship-ი ეს $200 ამიტომაც მალე სანამ გავზარდე კიდე კაი ეხა ერთი თხოვნა მაქვს ხალხო რომ აი ეს გასპამოთ ჩატში აი ეს დააკოპირეთ აი ეს დააკოპირეთ და გასპამეთ აი ერთი თხოვნა მექნება თქვენთვის აუ კამერა გავწმინდო ბლად სადიდება შედეგი აქიდება კაი სო მადლობა გაუს გომრა TikTok-ი გადაიღე გაიხარით ხალხო გაიხარით ინდათი შოუთ მილიონი სახლიდან გაუსწრელად ოთახის პირობაში აი. მეთოდან იქნები ნიკას მადლობა უთხარით ხალხო ნიკას მადლობა უთხარით ხალხო მაიცა სანჯი მოცელ ნიკას მადლობა უთხარით ხალხო რომ დღეს დრო გამოყო და ჩვენთან გაგვესაუბრა და თქვენ ესეთი ინფორმაცია გაგიზიარათ ამაინტერესებს საიმე დემოზე ვარ ჯერ აი დემოს ისე ვუყურებ როგორც ფანტაზიაურ ლუდგები ის მეჯეთენ და წაულ ყოფს და ის შეიძლება დამხარსენ დაგეხმაროს კი არა მაგას ვაკეთებდი მეც და მაგას აკეთებს აქ ძირითადი მადლობა ნიკა პირველ რიგში იმიტომ რომ ესეთი მიდგომა გაქვს ესეთი კაი მოსწავლე ხარ და მეორე ეს რა მოხვედი და ხალხს გაუზიარე ეგ ცოდნა რამდენი წლის ხარ 31 აჰა რავი ხალხო